როინ გუნდაძე ხელვაჩაურში ყოფილი 53 ბატალიონის ტერიტორიაზე 7 სულიან ოჯახთან ერთად უკვე 11 თვეა ცხოვრობს. სამთავრობო კომისიამ ხულუში სხვებთან ერთად მისი საცხოვრებელი დაათვალიერა და ცოტა ხანში შესაბამის დასკვნასაც დადებს. თუმცა ვიდრე მონიტორინგის შედეგები ცნობილი გახდება, გუნდაძე პროცესს უნდობლობას უცხადებს და კომისიის წევრებს გულგრილობაში ადანაშაულებს. Შემოწმეს მოვიდნენ რის ნიადაგზე აქ რო ხოხი გვაქვს ჩადმული. იყო ბლანკები დაწერილი, ბლანკში შევავსეთ ბლანკები. ბლანკის შევსების შემდეგ მოვიდნენ, გადაამოწმეს, უბრალოდ წინახედი გადაიღეს. იძახიან რომ ჩვენ შიგნის შესვისუფლება არ გვაქვს. კი ბატონო, შიგნის შესვისუფლება თუ არ აქვს, უკანახედი მაინც ნახოს, არა, როგორ მდგომარეობაშია, ხომ შეუძლია მაგი ნახოს. იძახიან გეოლოგებს აქვს შიგნის შესვისუფლება მარტო და კომისიის მუშაობის მიმართ შენიშვნები აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც. ისინი კომისიას მეთოდოლოგიის არარსებობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ დასკვნები ზედაპირულია. მეთოდოლოგიურად ხარვეზი არის ის, რომ არ არის სიღრმისეული კვლევა, მრავალკომპონენტიანი არ ეთქმის ამ კვლევას პრინციპში, ძალიან სწორხაზოვანი იყო მიდგომა და თანაც მიდგომისას არ იყო კვლევის დიზაინი შექმნილი მთლიანობაში, რაც ბუნებრივია იწვევს გართულებებს უკვე სამუშაო პროცესში და შედეგზეც აისახება. არასამთავრობო ორგანიზაცია ბორჯღალის წარმომადგენელი, რომელიც კომისიის მუშაობას მონიტორინგს უწევდა, აცხადებს, რომ კომისიამ არაორგანიზებულად იმუშავა. თვითნებური შესახლების ფაქტებზე ზოგადად განხორციელდა იმის გამო, რომ რეალურად ადამიანებს აწუხებს სტიქიური უბედურებები, მცირე მიწიანობა არსებობს, ასევე მარტოხელა დედები, რომლებიც საჭიროებენ სახელმწიფოსგან დახმარებას. მშული მონაცემები უნდა დაჯგუფდეს ზუსტად ამ პრობლემების მიხედვით, რათა შემდგომ მთავრობას გაუადვილდეს ამ პრობლემებზე რეაგირების კონკრეტული გზების დასახვა. თვითონ ეს ფაქტი იმისა, როგორ უნდა შეისწავლოს გამგეობებმა, გაიგო ყველა გამგეობამ სხვადასხვანაირად. შესაბამისად, ერთიანი სურათი ამ მონაცემებიდან ვფიქრობ ვერ იქნება მიღებული. პრეტენზიებს არ იზიარებს საჭარს მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე კომისიის მუშაობას დადებითად აფასებს. მთავრობის თავმჯდომარის ინფორმაციით რეალურად პრობლემა 150 ოჯახზე აქვს. პრეტენზიების შემთხვევაში კი კომისია ოჯახების ქონებას განმეორებით შეისწავლის. ყველა გამგეობამ, ქედამ, შუახელმა, ხულომ ხელვაჩაურმა პრობლემებმა ეს განაცხადები შეისწავლა. ვისაც არ შეუტანია განაცხადი, ის ვერ იქნება შესწავლილი. ვინც შეიტანა, ის კარდაკარ ყველა საკში იქნა იყო მისული კომისიის წევრები, ადგილობრივი და გადმოცემული იქნა ეს ინფორმაცია ჩვენთან. ჩვენ კიდევ განავამოწმეთ. ამჟამად ხელვაჩაურის ტერიტორიაზე თვითნებურად შესახლებული 1500-მდე ოჯახია შესწავლილი. სამთავრობო კომისია მონიტორინგის შედეგებს 1 ნოემბრამდე გამოაქვეყნებს.